იმშობი არა, ბავშვი კარგად არის, დედა კარგად არის, გავუშვით სახლში, მაგრამ მე ამაზე არავინ არ ფიქრობს, დედას რა დისკომფორტები ექნება სახლში. აქ შემოგაქვს ისეთი განსხვავებული წერტილები, რომელსაც შეიძლება ქალს ან არ უფიქრია, ან პირიქით ყოველდღიაც ხდება. რატო არ ექცევა საქართველოში ამას ყურადღება, იმიტომ რომ მუცელი დაგრჩა, მე რა იმშობი არა, შენ ხო დედა ხარ. პოსტსამშობია რო აღდგენის დროს განსაკუთრებით, ნორმა გონია დაცემინებისას ცოტა შარდი რო ეპარება. განსაკუთრებით პრესებზე ხალხო, ვინც ახალი ნამშობიარები ხართ, არ გააკეთოთ პრესები. იმის გამო რაც ხდება ჩვენ სფეროში და ჩვენ ვართ ამაზე პირველი პასუხისმგებლები, არასწორი წმენა წარმოდგენების გამო ირჩევენ ამ გზას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს. ორსულობაში ამ კუნთებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, იმიტომ რომ მეორე მნიშვნელოვანი ფაზაზე ქალის ცხოვრებაში. ორსულობაზე და ლაქტაციის პერიოდზე. ამას მოსდევს მერე მენსტრუაციის არევა, ანოვულაცია, შეიძლება უშვილობამდეც კი მივიდეს. კვებითი მიმართებები მენსტრუალური ფაზისთან გამომდინარე. როგორი ცვლება? ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალი დილას იღვიძებს და პირდაპირ იწყებს ვარჯიშს. შენ თქვი რომ ქალის ორგანიზმი აქ დავამატებ მით უმეტეს რეპროდუქციულ ასაკის ქალის ორგანიზმი თუ ცდები შემისორე სტრესორების მიმართ მეტად სენსიტიურია ვიდრე